მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შესრულდა ორივე ნაკრების ეროვნული ჰიმნი. ლელო არენა კი ელოდება მსაჯის ნიშანს იმისათვის, რომ დაიწყოს მეორე შეხვედრა ორ რაუნდიანი დაპირისპირების სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს 20-მდე ნაკრებებს შორის. საქართველოს 20-მდე ნაკრების შემადგენლობა გაუყვეთ სწრაფად. პირველი 2 და 3 ნომრები არჩილ ნოზაძე, შოთა ხელაძე, გიორგი მესხიძე იქნებიან, დავით ბარამია და თემურ წულუკიძე მეორე ხაზში 4 და 5 ნომრებად, 6 ნიკა აბესაძე, 7 ანდრო დვალი, 8 მიხეილ შიოშვილი, რაც შეეხება ხაზს 9 და 10 ნომრები ღერძი გიორგი სპანდერაშვილი და ბუბა ნოზაძე შეუწყვილდებიან ერთმანეთს, 11 გივი სოსელია, 12 გიორგი ხაინდრავა, 13 ნუგზარ ქევხიშვილი, 14 ლუკა კეშალავა, 15 გიორგი ბოლქვაძე, ანდრო დვალი გუნდის კაპიტანი, ლადო კილასონიაკი, მთავარი მწვრთნელი ჩვენი 20-მდე ნაკრების. გადავიდეთ უმცროს სამხრეთ აფრიკელებზე 20 წლამდელთან ნაკრებზე. 15 გილერმო მენტოე, 14 ჩესულ ჯუსტი, 13 სკოტნელი, 12 პიტერ ვანდერმერვე, 11 ჩიჯინდუ ოკონტა, 10 დომინიკ მალგასი, 9 ჰაშიმ პიდი. პირველი ნომერი სიმპიფიან გობესე, 2 სიპოსეთუ ნებელელე, 3 ჯენერასმუსი, 4 რილი ნორტონი გუნდის კაპიტანი, 5 მორნევენტერი, 6 დივან ფიულერი, 7 ტანდო ბიელა და 8 ნომრად სტეფანიუს ლინდე იქნებიან. ველოდებით მალგასის საწყის დარტყმას დაიწყო შეხვედრის დეტალებზე უფრო მოგვიანებით, უკან იყო ვარდნა, გადავრჩით რომ ბურთი არ დაიკარგა. საწყისი დარტყმები პირველ შეხვედრაშიც მეტნაკლებად გაგვიჭირდა. რამდენიმე დავკარგეთ კიდეც. სპანდერაშვილი ახლა ჩვენი 22-დან გასვლას შეეცდება კარგად. კიდეზე არ გადავედით. თუმცა საკმაოდ კარგი და ძლიერი დარტყმული გადმოვიდა. ხაინდრავა წყვილში დვალთან ერთად ბრწყინვალე ბოჭვას ასრულებს. დატენილია თან ხაინდრავა, ვიცით ყველა მის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, ითამაშა კიდევაც ეროვნულ ნაკრებში. ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა. დაკიდებული ბურთი, რომელსაც უნდა დახვდეს და ხვდება კიდევაც გიორგი ბოლქვაძე, რომელიც ლელოს მორაგბე გახლავთ, ესეც კვლავინდებურად ლელოს მორაგბე 9 ნომრად მყოფი გიორგი სპანდერაშვილი. ახლა გიორგი შეეცდება დააგრძელებული რაქიდან კარგად გამოვიდეს. არც თუ ისე კარგი დარტყმული შეიძლება და უთნა უფრო სიღრმეში კარგი წნეხით, თუმცა გამარჯვებული ამ ეპიზოდში რჩება სამხრეთ აფრიკა. კარგად უტევენ აფრიკელები, მათი კაპიტანი ნორტონი იყო, რომელიც წინ წავიდა და ისევ აფრიკელებს ბურთი. ფეხით თამაშობენ, ნახოთ როგორ არის ჩვენი უკანა ხაზი მომზადებული, ავალზე ვიჭერთ. პირველი შეხვედრა მაინც უფრო იყო მართვადი ვარჯიშის სახის, ჩვენ 41 მორაგბიანი განაცხადი გქონდა, 30 ახალგაზრდა მორაგბე ყავდა განაცხადში სამხრეთ აფრიკას. აი მეორე ტესტში კი უკვე 23 კაციანი მოქმედი გვაქვს, გაიჭრა ხაზი მარტივად ძალიან. ხელაძეს ჩაუვარდა, შოთა ხელაძე იწყებს უკვე ჩვენ შეტევას, კარგად იარა, გადაყრაც ადგილზეა, გავწმინდეთ რაკი. თუმცა სახიფათოა, როგორც ვიცით და ამჯერადაც შეგვიქმნა უკვე პირველსავე შანსზე სამხრეთ აფრიკამ. დაუშვით შეცდომა, მაგრამ უმალ გამოვასწორეთ, ძალიან კარგი იყო 2 ნომერი შოთა ხელაძე, ის ასევე ლელოს ღირსებას იცავს და შემდეგ გიორგი სპანდერაშვილის ფეხი, რომელიც დარტყმის შედეგადაც უკვე მეტოქის ნახევრამდე ამოვედით. აი ეს ეპიზოდი ძალიან კარგად გაჭრა ხაზი შოთა ხელაძემ, შემდეგ დიდოსტატურად გადაკოტრიალდა და დაუტოვა ბურთი თავის გუნდს. მოლი მოგვაწვა მოლში სამხრეთ აფრიკა პირველ შეხვედრაში, ძალიან კარგად ვიცავდით თავს ამ კომპონენტში. თავისით წავიდა, როგორც არბიტრმა გვანიშნა მოლი მიწისკენ და ძალიან მარტივ სიტუაციაში დაუშვით შეცდომა. ამხნევებენ ერთმანეთს მორაგბეები. გიორგი ბოლქვაძე იყო 15 ნომერი
საქართველოს ნაკრების ფულბექი, რომელმაც დაუშვა უმარტივეს სიტუაციაში შეცდომა და მიეცა სამხრეთ აფრიკას ძალიან კარგი პლაცდარმი იმისა, რომ შემოგვიტიოს. დაახლოებით 22 მეტრიან ხასთან იქნება მათი შერკინება და ვნახოთ. პირველი შერკინება საინტერესოა ყოველთვის მით უმეტეს სამხრეთ აფრიკასთან. როგორ დაუდგებით? დააგძრა, მაგრამ ბურთი გამოვიდა. მარცხენა ფლანგზე აფრიკელთა შეტევა, სისტრაფეზე ჩართული ფულბეკი შევაჩერეთ. მენტოე კარგად შევაჩერეთ, მაგრამ შეატრიალეს შეტევის მიმართულება. პიდი კარგად ანაწილებს ბურთებს. ესეც ფიულერი, რომელიც შევაჩერეთ, კარგი იყო აბეცად. დაბალ წერტილში ბოჭავი. ფორმა გიბოჭვა, თუმცა დატოვეს ბურთი თამაში. მასიური შეტევა შიოშვილი ვერ თამაშობს ბურთზე. სტეფანიუს ლინდე კარგად გამოშალეს, რამოდენიმე ეშელონი ჩათამაშდა. აქვს მეტობა. სივრცე დიდია ძალიან ფლანგზე, ნოზაძე ახერხებს ბოჭვის ცდელობას, მაგრამ პირველი ლელო გავუშვით. ოკონტა ლელოს ავტორი, ჯინდუ ოკონტა, რომელმაც ძალიან კარგი ლელო გაიტანა. იგრძნობოდა ის, რომ მარცხენა ფლანგზე უპირატესობა გაახერხეს აფრიკელებმა, კარგად შემოგვიტიეს და შემდეგ უკვე მარჯვენა მხარეს ძალიან ცოტა დამცველი ყავდა. ხაზში დარჩენილი და ძალიან კარგად გამოიყენეს აფრიკელებმა. დაახლოებით იგივე სცენარით დაიწყო, როგორც პირველი ტაიმი, მაღალ ტემპში შემოგვიტიეს აფრიკელებმა და შემდეგ უკვე ხაზის მოთამაშემ შეძლო და გაიტანა. ოკონტამ წინა შეხვედრაშიც მოახერხა ლელოს გატანა. ხარტი გარემარბია, როგორც სამხრეთ აფრიკას ჩვევია. ხო, კოლბებით და კურტლი არენცებით არიან ჩამოსულები აფრიკელები ტრადიციულად მათ ეს უკან გარემარბები ყავთ. მათ ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად დიდ საქმეს აკეთებენ, თუ შედარებით დაბალია, მაგრამ ძალიან სწრაფად დარბის, მაგარიც რომ მოძრაობები აქვს, თუ მაღალია და მასიურია, ფიზიკურად იმხელა ძალის პატრონია, რომ ძალიან რთული იქნება მათი შეჩერება, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე ფიზიკური ნაკრებია სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს არაგბო რუკაზე. ნებისმიერ ასაკში. მალგას გაუცუდა დარტყმა, ბუბა ნოზაძემ განაახლა შეხვედრა ცენტრიდან, განახლებაზე ბრწყინვალედ ვითამაშეთ, ჩვენ მხარეს დავტოვეთ, მოედანში ვეღარ დავრჩით, უკვე აბესაძეს დაედგა ფეხი კიდის ხაზზე. მთავარი მსაჯი პაპუნა ჭიქაბერიძეა, როგორც ხედავთ. არასრული დერეფანი პირველ კაცზე გუნდის კაპიტანი და პირველმა კაცმა ჩააქცია, დავიცავით მოდი ბრწყინვალედ. მორიგი მიძალება, კარგად დავახევინეთ უკან აფრიკელებს. მაღალი ბურთი აიწია, ნახოთ გამოცა ჩვენს უკანახას, ბოლქვაძე აცდა ბურთს, თუმცა კი შეელავა ადგილზეა. სწორად კი ვისოსელია იყო. დამზღვევი გარემო. სპანდერაშვილი ისევ ბურთით, მას საკმაოდ ძლიერი ფეხი აქვს, ნახოთ რას მოახერხებენ. ძალიან დიდი ხანია უკვე შეაყოვნეს ბურთი რაკში და დროული იყო გამოტანა. ასეც ხდება მაღალი ბურთი სპანდერაშვილის, მაგრამ იქ რაღაც ჯარიმაა. აერში ბოჭვა კი. გიორგი ბოლქვაძეზე. რომელმაც ბურთზე ვერ ითამაშა, მაგრამ მის წინააღმდეგ დაირღვა წესს. უბანოზაძე ბათუმის მგეზავი. რომელსაც აქვს დიდი 10-ის გამოცდილება და ტესტავს ბათუმი აქტიურად მას 10 ნომრის პოზიციაზე. გატესტვიდა მომენტი დაიმკვიდრა.
ძირითად გუნდში თავი ახალგაზრდა 10-იანი. ეხლა აფრიკელი 10 ნომერი ჩამოიყვანეს ბათუმელებმა, სავარაუდოდ კონკურენცია გაჩაღდება ამ პოზიციაზე ბათუმის ბათუმში. შოთა ხელაძე ბურთით. პირველი შანსი რეალური ჩვენთვის. მე-9 წუთზე მოლი და ავატრიალეთ სად არის ბურთი. წინსვლა გვაქვს. თუმცა ბურთი როგორც ჩანს გაჭედილია. ხო, ბურთიანი კაცი არ ჩანს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბურთი ჩაიხურა. საინტერესო აქ რა წესი იქნება, დიდაჩი იცით, რომ ამ მომენტში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში იქნებოდა თავისუფალი ჯარიმა, მაგრამ აქ შერკინება, იმიტომ რომ ჩვენ ოფიციალური არა დიდათური წესებით ვთამაშობთ, რაც ყველა ის წესი მოქმედებს, რაც ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ იმოქმედებს 20-მდე სოფლიო ჩემპიონატზე. სახიფათოა ძალიან სამხრეთ აფრიკის შერკინებები, პირველი იმიტომ რომ ძალიან კარგი შერკინება ყავთ და მეორე ის რომ სივრცეები ჩდება მოედანზე და ამ სივრცეების გამოყენება ძალიან კარგად შეუვლიათ აფრიკელ გარემარბებს. ბურთი სუფთად გამოიტანა პიდიმ, ჭვახა ინდრავა ასრულებდა. გამოვიდა ბურთი მალგასზე, რომლის ძლიერი დარტყმულის შემდეგაც გადავიდა ბურთი კიდეზე დაახლოებით 22 მეტრიან ხაზთან იქნება საქართველოს ნაკრების დერეფანი. ბურთს დერეფანში მოაწვის შოთა ხელაძე. პირველ მცდელობაზე არ გამოგვივიდა კარგი ფორმირება მოვლის. და აქაც დავიბენით თითქოს ვერ გავერკვეთ რა უნდა გაგვეკეთებინა. დავკარგეთ ბურთი და სწრაფი კონცრეტევა მოაქვს სამხრეთ აფრიკას. ფეხით თამაშობს მალგასი, ჩაგვიგდო. ბოლქვაძე ყურადღებით უნდა იყოს. შეძლო ახალგაზრდა ფულბეკმა გაჭირვებით ბურთის დაუფლება, შემდეგ კი კიდეზე გადაიტანა დაახლოებით 22-მდე შევძელით და ამოვედით საკმაოდ კარგი პლატფორმი. პირქარია. თუმცა ასეთი დარტყმულები მაინც უნდა მივიღოთ. დაუშვით შეცდომა, დიდი მოედანი მოგვიგო სამხრეთ აფრიკამ. მოლში კვლავ არ მივეცით გასაქანი, გადავიდა მიწაზე თამაში, არ უნდა დავჯარიმდეთ ჩვენს 22-ში. დისციპლინას უნდა მივაქციოთ, ძალიან დიდი ყურადღება. და მნიშვნელოვანი იქნება ორმაგი ბოჭები რაკთან ახლოს, რადგან მაღალ სისწრაფეში მოდიან აფრიკელები. აი აქ შეძლეს აფრიკელებმა მცირე წინსვლის გახერხება. კარგი ბოჭვაში დახვდა აქ სამხრეთ აფრიკულ მეორე ხაზზე გაიტანეს ახლა უკვე და არა ასეთი მარტივი ეპიზოდები არ უნდა გავატაროთ. გაცუდდა ბოჭვა, მაგრამ შევაჩერეთ, თუმცა ამ ეპიზოდში უკვე ვეღარ შევძელით და ვეღარ შევაჩერეთ მარჯვენა ფლანგზე დივან ფიულერი, რომელმაც გაიტანა რიგით მეორე ლელო და ანგარიში გახადა 10-0. ჩვენთვის პოზიტიური არის ის, რომ საკმაოდ ცუდი წერტილია გარდასახვის გასატანად. სტეფანუს ლინდეზე გაფუჭდა ჯერ ბოჭვა, მან გაარღვია ხაზი და რა თქმა უნდა უკან დახევისას უკვე 15-მდე ზონაში ურთულესია თავის დაცვა. ჩაგვივარდა სტარტი, მაგრამ როგორც ვიცით, გვიორდება ხოლმე. კი, ან საწყისი წუთებიდან გვიჭირს თამაში. შესვლა, ამის შემდეგ უკვე ვახერხებთ და ჩვენი მომენტუმის დაჭერას და იმ მომენტუმზე ვაწყობთ თამაშს და შეიძლება ეს სწრაფი ჩამორჩენა ძალიან მალევე აღმოფროთ, ასე რომ არაფერი საგანგაშო არ მოხდარა ჯერჯერობით 13 წუთის განმავლობაში. მეორე გარდასახვაც გააცუდეს აფრიკელებმა. აბა ვნახოთ კარგად ეს მომენტი. არასწორად შესრულდა ბოჭვა. გადაზღვევაც არ იყო. კიძე მიიტყუა ურთიანმა მორაგბემ.
შემდეგ გაიჭრა ხაზი და მარტივად მარჯვენა ფლანგზე თავისგან შემოგვიტიეს სამხრეთ აფრიკელებმა. ძლიერი დარტყმული დაუშვა შეცდომა აფრიკელმა ფულბეკმა იქვეა სპანდერაშვილი მის შესაბოჭად კონტრაქის ცდელობა თუმცა ბურთი გამოიტანა უკვე გარემარბმა შემოგვიტია იუსტემ და დავაჯარიმეთ გვერდიდან გადაყრა ეთახმები საჭ ჩანდა თითქოს რომ სამხრეთ აფრიკელები გვერდიდან შევიდნენ შეცდომა დაუშვეს ბურთის მიღებისას და აი ამ შეცდომით ძალიან კარგად და მარტივად ვისარგებლეთ. ახლა კი შანსი იმისა რომ გავიწიოთ დღევანდელ მატჩში პირველ ლელოზე. საკმაოდ მრავლად არიან გულშემატკივრები, რაც ძალიან კიდე რეფანში ჯერჯერობით ვაწვევით, თუმცა ცოტა გვერდზე მივდივართ და მე მგონი კარგი იქნება თუ ბურთს გამოვიტანთ. ასეც ხდება. ხაინდრავა წავიდა ხაინდრავა წინ. შავა ფეხი გადავიდა რაკში თამაში. მარცხენა ფლანგი. აქ უკვე კარგი იყო ჩვენი შერკინება. სწრაფ რაკზე ვაკეთებთ აქცენტს გადაუარა შეაღწია თუ არა ლევოში არა მოკლე იყო. კიდევ ერთი რაკი გვაქვს მეოთხე ფაზა მიმდინარეობს. დაახლოებით 1 მეტრი ლელომდე. ხელაძემ იქვე მონახა თანაგუნდელი, რაკთან ახლოს ვაკეთებ დარტყმას. ჯარიმის უპირატესობა, რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია ბევრად უფრო კარგად და ლაღად ვითამაშოთ, ეს ბურთი რა თქმა უნდა ჩვენი უნდა იყოს, ასეც ხდება მარცხნივ სამკაციანი ჯგუფებით შევდივართ მეტოქესთან კონტაქტში, კიდევ ერთი ჯარიმა. უპირატესობა შენარჩუნებულია, რა თქმა უნდა. საინტერესო ჩანაფიქრი თითქოს მოლი უნდა დავაყენოთ. ძალიან დავაგვიანოთ. რაილი ნორტონი იხმოთავისთან მატჩის თავარმა არბიტრმა ჯარიმა საკმაოდ ხელსაყრელ სიტუაციაში გვაქვს და გადავედით კიდეზე. აქედან შევეცდებით ახლა შემოუტიოთ დერეფნიდან. ჩვენი მარკაფა. კარგი იყო ძალიან. დერეფანში ბურთი მოლი დავაყენეთ ხელაძე მოწყდა და დაამიცა. წინვალეთ ითამაშეს ჯერ იყო ბარამია რომელმაც ორი ხელით მოიგო ბურთი დერეფანში და დავარტყით ყველაზე დაუცველ ადგილში და შესანიშნავად გააკეთა ეს ყველაფერი შოთა ხელაძემ. ანგარიშში ხდება 10-5 ის სცენარი, რასაც ვისაუბრეთ, მეორდება. ბრუნდებით თამაში დავიწყეთ ქულების მოგროვება. ნოზაძე შეეცდება 3-მდე დაიყვანოს ჩამორჩენა. გაუწევდა პირველი დარტყმა ნოზაძეს. ახლა მნიშვნელოვანი იქნება კარგი მიღება განახლების. რამდენჯერმე წინა შეხვედრაში მოკლე და მაღალი საბრძოლო ბურთი დაკიდა სამხრეთ აფრიკამ. მიმყოლი სწრაფი გარემარბი გვიხტებოდა და გვიხსნიდა. ლადო კილასონია სამწვრთნელო შტაბთან ერთად.
ძლიერი დარტყმული და გამოვედით დაახლოებით ცენტრალურ ხაზამდე, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. და ვნახოთ აი ამ წერტილიდან როგორ შემოგვიტევენ აფრიკელები. ცოტა სათამაშო ინიციატივა ჩვენ მხარეს გადმოვიდა, ეს კი აფრიკელთა სამწვრთნელო შტაბი გვანახეს რეჟისორებმა. უტევს აფრიკა სიღრმეები ახლა ხაზში გაშლიან, თუმცა შეცდომაა და ყაინდრავა წინ თამაშს მიუხედავად ბოჭვა შესასრულებელი იყო და შეასრულა იდეალურად. დაკეცეს აქ სკოტნელი. დაკეცა ვინ თუ არა გიორგი ხაინდრავამ. ხასიათი უნდა ვაგრძნობინოთ. წესების დაცვით შეასრულა ეს ხისტი ბოჭვა. აბა ვნახოთ მორიგი შერკინებას პანდერაშვილი ტრადიციულად ბურთით. შიოშვილი კი შერკინების ბოლოში 8 ნომრის პოზიციაზე, მას გამოვლილი აქვს 18 წლამდე ნაკრები, ეხლა კი უკვე 20 წლამდე ნაკრებში ირჯება. ძალიან კარგი წამღებია. შიოშვილი მივიდა 10 ნომერზე. თუმცა კარგი ბოჭვაც გაუკეთეს ძალიან კოჭებში, შეაჩერეს შიოშვილი. თვალი რთული სიტუაციიდან გამოერკვა. ცოტა გაგვიჭირდა საფარი ცუდ მდგომარეობაში გვაქვს. ნოზაძემდე გავიდა. გრძელი გადაცემა მარცხნივ. ფრთა ჩახურულია, აბესაძე კარგად იყო დარჩენილი. ისევ ქართველების პანდერაშვილი გამოვიდა ბურთი ხაზზე, ესეც ძალიან კარგი მიძალება იყო. მესხიძე უტევდა პერპინიანის პირველ ხაზელი. გიორგი მესხიძე იყო, აი აქ უბრუნდება ჯარიმის უპირატესობა. მაღალი ბოჭვა. კлау კიდეზე გადავალთ, რა თქმა უნდა, ეს ის თამაში არ არის, სადაც თუ ბოლო წუთები და დრამები მოგება არ არის, კარში არ დავარდყავთ. კი მოედანი საკმაოდ ცუდ ფორმაშია, ფერზეც ეთყობა და იმაზეც რაც შერკინების მერე იმ ადგილზე დარჩა, სადაც შერკინება იყო. აი აქ დაჯარიმდა სკოტნელი. მოვიგეთ ბურთი კлау. უმრავლესობა ბურთების სწორედ ბარამიაზე მიდის, რომელიც ძალიან კარგია. სავერ დავრჩით მოედანში. წინა დერეფანში ზუსტად იგივე მომენტი იყო, უბრალოდ იქ დროულად გამოვიდა. სწრაფად შემოაგდეს კონცენტრირებაზე არ უნდა გამოუშვათ სამხრეთ აფრიკელები. დაფარებაზე ქევხიშულმა ვერ ითამაშა, უკანა ხაზი მზად ხდება ბურთს. სოსელია ვაბრუნებთ უკან. წნეხის გარეშე იღებს მალგასი, რომელმაც მარჯვნივ გაიტანა ბურთი და მენტოეს გამოზომილი დარტყმა ბუბა ნოზაძეს ჩაუვარდა ხელში, ბუბამ გადაწყვიტა კიდისთვის დამიზნება და შესანიშნავი დარტყმით გამოვიდა. ახალგაზრდა მგეზავს დაახლოებით ცენტრალურ ხაზამდე ამოვედით. აფრიკელებს ექნებათ დერეფანი, რა თქმა უნდა. არასრული დერეფანია, ჩვენი 10 ნომერი უკან არის ხაზში გადაწეული, წინ კი მორკინალები და ცენტრები თვიცავთ თავს. 10-15 არიან უკან ხაზში, ორივე ფრთა არის ერთ ფლანგზე. საინტერესო დგომია. ორი აქ დავუშვით ბურთიც. დიდი ხანი ვაცადეთ. მაგრამ გაგვიმართლა ბოლქვაძემ თავგანწირვითი თამაშა. მაგრამ ნახე რამდენი მორაგბის ჩართვა მოგვიწია ახლა რაგში ბურთის გადასარჩენად. კი, რა თქმა უნდა. წნეხში ვართ, თან ისეთ წნეხში, რომ აქედან ბურთის გამოტანა მარტივი ნამდვილად არ იქნება.
ახლა სპანდერაშვილის კარგად დარტყმა გჭირდება ჯარიმა 9 ნომერზე თავდასხმა გვაჩუქა ეს ჯარიმა ჟანი ერასმუსმა ეს კი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე და ასევე აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი იყვნენ კადრში. კიდევ ვიცანით სხვაებიც, მაგრამ შორს წაგვიყვანს. დერეფანი ჩვენსავე ნახევარზე ვნახოთ როგორ გამოვალთ. კარგი გათამაშება ძალიან ხელაძე. საინტერესო ჩანაფიქრი ვერ გავათამაშეთ კარგად. დაახლოებით მივხვდი როცა ბურთს ფეხი მოიქნია როგორ დამთავრდებოდა ეს მომენტი. რა თქმა უნდა გვინახავს მოედანში დარჩენილი ბურთებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ხაზე დაედგა უბრალოდ უკან შებრუნებულ გადაცემაზე აქ. შეიძლება კი. ორმაგი ბოჭვა ჩვენი მესამე ხაზელების მიერ მზად და უხდით შებრუნებულ გადაცემასაც ბურთზე ღლეტვა ვერ შევასრულეთ. ბარამიას კარგი ბოჭვა ძალიან, თუმცა თამაშგარის უპირატესობა აქვს. აქ კი არ გადაგორების უპირატესობა და შანსი მივეცით სამხრეთ აფრიკას რომ მოგვიახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ლელოს მოედანთან. დომინიკ მალგასის დარტყმული საკმაოდ სოლიდურია 22 სიღრმეში გადაკვეთა ბურთმა კიდის ხაზი ეს კი ჯარიმის ეპიზოდი თავიდანვე ეტყობოდა ბარამიას დგომს რომ წინ იყო პირველ ხტომელზე მოგვიგეს სუფთად, ვერ ჩავაქციეთ მოლიპერულ მცდელობაზე, მაგრამ დავუტრიალეთ ჯარიმის უპირატესობა და ჯარიმდა შიოშვილი გვერდიდან შესვლაზე. მატჩის 26 წუთია, ანგარიში გახლავთ 5-10. ნატა კურტაინძეს ვხედავთ დღევანდელი მატჩის კომისარს თქვენს ეკრანებზე. ეს კი მარიამ გოგუაძე მეოთხე საჯია 5 მეტრიანი დერეფანი სამხრეთ აფრიკას და გაგვაფრთხილა ჩვენ არბიტრმა საინტერესო პოზიციაა ძალიან ნახოთ რას მოიფიქრებენ აფრიკელები მეორე კაცზე აგდებული ბურთი ვენტერი პირველ მცდელობაზე ვერ ჩავაქციეთ მაგრამ წინ თამაში ვნახოთ ცოტა უცნაური მომენტი იყო, მაგრამ ფაქტი სახეზია ჩვენი შერკინებაა ჩვენსავე 5 მეტრიანთან ძალიან ახლოს. აქედან დაგჭირდება ის რომ გამოვიდეთ სუფთად. შიგნით გვაწვებოდა ბურჯი თითქოს შიოშვილი იბრძვის ამუშავებს ფეხებს გადაყარა ხაინდრავამ წავიდა წინ ნოზაძეც კარგი იყო დარჩა ფეხზე და სპანდერაშვილს იზღადარჩენია გამოვიდეს თავისი ნახევრიდან ცოტა ნელა აკეთებს ამ ყველაფერს სპანდერაშვილი. მაგრამ აკეთებს ძალიან კარგად ამჯერადაც რთული სიტუაციიდან 10 მეტრიან ხაზს გადაუწევს. კი, მაგრამ აი წკიბზე არის რომ დამცველმა ხო დაფარებასთანაც და ისე რომ დამცველმა მოთამაშემ თითქოს გამოსულიც არის ხოლმე ბურთი რაქიდან აი ამაზე მეტი ყურადღება მართებს ახალგაზრდა
halfbacks. არასწორი მოწოდება თითქოს, მაგრამ გაატარა საჯმა ეპიზოდი. ხელაძე პირველ დარტყმაზე წაიღო კარგად. თავარია ჩვენი, აქაც არც თუ ისე კარგი პოზიცია გადაყრაში გიორგი მესხიძეს, მაგრამ თავარია რაკი დავიცავით. დავაშვებინეთ შეცდომა წნეხში. წინ თამაში. დარტყმა მიყოლა, შევასრულეთ წინვალედ. რა თქმა უნდა ჩვენ შევეცდებით სამხრეთ აფრიკასთან თამაშის დამძიმებას. ნახეთ პირველ მატჩში რომ სადაც კი სივრცე დავტოვეთ, ყველგან შემოგვიტიეს და ეს სივრცე აითვისეს მათ და მივიღეთ ჩვენ შეცდომებზე ლელოები. ნაკი საწყისი წუთების შემდეგ შევძელით მიმდინარეობის დარეგულირება. თუმცა ჯერჯერობით აი ფაზური შეტევები ნაკლებად ჩანს ის რომ გუნდებმა გადააბამ ფაზები და გააზრებული შეტევით დაიდოს ლელო. აი ტექნიკური წუნი მაინც არის ჯერჯერობით, ალბათ მაინც ცოტა ნერვიულობენ გუნდები. სულ რაღაც პირველი თამაშია 11 დღის შეკრებილია ჩვენი ნაკრები სამხრეთ აფრიკაზე თავს ვერ დავდებ რომ ან ჩვენზე ნაკლები ან ჩვენზე მეტი ივარჯიშეს არ ვიცი ზუსტად ისე იქნებიან ეგენიც წლის დასაწყისია და ოფიციალური ტურნირი არც სამხრეთ აფრიკას არ ქონია შიოშვილი გამოვიდა ბურთი ხაზზე ცუდი ამოგდება ნოზაძემ დაკარგა ბურთი თუმცა დავიჭირეთ ზევით უკან დავახევინეთ ხაინდრავა ნოზაძის დუეტმა ძალიან კარგად იმუშავა ნახოთ კიდევ ერთი გამოცდა ჩვენს უკანახას შესანიშნავად დაიმორჩილა ბოლქვაძემ ბურთი წავიდა გამწვავებაზე დავკარგეთ ბურთი და სხვა არაფერი დარჩენოდა ხო აქ რა თქმა უნდა ისოსელიას ის გადაგდების გარდა ხო გიორგი ბოლქვაძემ ძალიან თამამად ითამაშა იმ დროს როცა ფეხი უნდა დაერტყა წავიდა პირდაპირ კაცზე იმ იმედით რომ გადაუვლიდა უპირატესობას გაუკეთებდა მაგრამ ძალიან კარგად დახვდა ჯუსტე რომელმაც დაიცვა ხაზი ძალიან კარგად ისევ ინტერვალში მაგრამ აი აქ ბოლქვაძემ შესანიშნავი ბოჭვა გააკეთა ორმაგი ბოჭვა შემდეგ უკვე რა კარგი დაფარული პასი გაიჭრა ხაზი და ლელო რომელსაც უკინალებ მაგრამ აიბურთავეს რომელსაც გაიტანს სიპოსეტუმნებელელე წინვალეთი თამაშეს აფრიკელებმა მაინც ვთქვათ რომ ჩვენი შეცდომის ხარჯზე შეძლეს იმ აუტიდან შემდეგ კარგი შეტევის წამოღება იმ ნახოთ აქ აი როგორი დაფარული პასი იყო შიოშვილი აღარ გადავიდა მარჯვენა მხარეს დაფარული პასის მერე დარჩა თავის ზონაში და გაიტანეს მესამე ლელო აფრიკელებმა ახლა დომინიკ მალგასი იქნება რომელიც დაარტყავს გარდასახვას და შეეცდება თავისი პირადი ქულების ანგარიში გახსნას დარტყმა არაზუსტია 5-15 6 ქულა გაანიავეს აფრიკელებმა 2 კი ჩვენ დიდი ღომში ქარია რატომღაც ქარის კუთხით 2 გამორჩეული ადგილია ნუცუბიძის პლატო და ლელო არენა სადაც ზამთარში და ცივამინდებში განსაკუთრებით ძლიერი და ზარაკლებს ქარი არც ერთ ლოკაციაზე ნახოთ განახლება
მოხსნა ბურთი, მაგრამ შესანიშნავი იყო წულუკიძე ბოჭვაზე. თითქოს მარჯვენათი ურტყავდა აფრიკელი მორაგბე, თუმცა ბოლო მომენტში მარცხენა ფეხით ბოლქვაძე კარგი ჩანაფიქრა. თითქოს კარგი დარტყმული იყო, ძლიერი, მაღალი, მაგრამ არ წაუვიდა ჩვენს ფულბექს თამაში საწყისი წუთებიდან. ბოლოკაძე აგდებული ბურთი არც თუ ისე კარგად, მაგრამ მაინც აფრიკელებს რჩებათ. კარგია რომ ხელაძემ დროულად მარჯვნივ გაიაზრა რომ ჯარიმაში იყო. კეშელავა შემოიწია, ხაინდრავა აზღვევდა, მაგრამ საბოლოოდ სოსელიამ შებოჭა. ეტოკე ბარამია კლავინდებულად ჯარიმის ზღვარზე თამაშობს, ძალიან კარგად და სწრაფად ამოწია ხაზი ახალგაზრდა მეორე ხაზელმა, დაფარული პასები კი და შეცდომა. ეს წინ თამაში, უნებლიე წინ თამაში იყო კი, იმიტომ რომ ეს ჩაუხტა ხელში სტეფანიუს ლინდეს ბურთი. წყობრი დაცვისგან გამოწვეული, დაცვა ნამდვილად კარგი იყო. ავურიეთ აფრიკელებს დაალაგებული შეტევა, ბურთი ჩვენია ახლა. მოკლებთაზე თითქოს დიდი სივრცეა დარჩენილი, შიოშულს უყვარს სივრცეში შეტევა. კარგი გადაცემა სპანდერაშვილი, კვლავ მას ჩაუვარდა ბურთი, კიდევ ერთი წრუმოძრაობა. კარგი წინსვლა, ძალიან სწრაფი ბურთია საჭირო. ნოზაძე გაჭრა ხაზი, მიმყოლი. მიმყოლმა ვერ ყოჩაღა. კვლავ დაცვაში მოგვიწევს ახლა გარჯა. კარგია ნორტონი, აფრიკელების კაპიტანი. კარგი შეყვანა იყო, მაგრამ ისევ ჩვენია ბურთი, ხაინდრავა დაიმორჩილა. გადაცემა კეშელავაზე, ფთაზე კეშელავა შენარჩუნებაზე თამაშობს, ჭკვიანურად მოიქცა, წინაც წაიწია. ჩვენია ბურთი, სპანდერაშვილი შევატრიალეთ შეტევის მიმართულება, ნოზაძე დვალი მონახა, დადგა დვალი დაელოდა გადამყრელს და წინ თამაშის უპირატესობა ბრუნდება. ну ერთადერთი რატომაც დაგვიბრუნა ახლა ჭიქაბერიძემ წინ თამაშის უპირატესობა იყო ის, რომ მანძილი წავაგეთ და ახლოსაც ვერ მივედით იმ მანძილთან, სადაც წინ თამაში იყო და აი ამიტომ თორემ მაინც შეეძლო ამ უპირატესობის დასრულება კეშელავას ეპიზოდში, მაგრამ ასე განსაჯა. კარგი ეფექტური მომენტი იყო, უბრალოდ პასი რო გასულიყო, ზორმაგი ბოჭვა დაგვრჩებოდა სახტად. ველოდებით შერკინების მოწყობას. არ დაგვიდგა ჟან ერასმუსი. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება შეება, რომ ვერ ვიყენებთ შიოშვილის ფიზიკურ მონაცემებს. ხო, აი იმას, რომ ძალიან კარგი წამღებია კონტაქტის ზონაში, ერთ-ერთი საუკეთესო არის არა მხოლოდ ჩვენს ნაკრებში. თვალს თუ მიადევნებთ მის ეპიზოდებს ან თამაშებს ესპუართა ლიგაში საკმაოდ დომინანტია, ძალიან. პირველი ბიძგი არც თუ ისე კარგი იყო, თუმცა მაინც გრჩება ბურთი, ნოზაძე კარგად გაიყვანა ბოლქვაძე მარცხნივ. კეშელავა წამოვიდა შიგნით,
კარგად იარაკე შელოვა, მაგრამ მაგრადაც მოხვდა სწრაფი რაქი გვაქვს შიოშვილი სწორედ ეს ამას გულისხმობდით გაგლიჯა მეტოქის დაცვის ხაზი ხელაძე ჩაერთო შემდეგ სწრაფი ბურთია საჭირო გაასუფთავეს რაქი პირველ ხაზელებმა ისევ სპანდერაშვილი ვატრიალებს ჩეტევის მიმართულებას ბარამია გადაიყვანეს ბარამია რაქში უხმო მორკინალებს სპანდერაშვილმა რომ ახლა დავამძიმოთ უფრო დავჩეჩქოთ მეტოქე ცოტა დავაგდეთ ჩვენინებით ტემპი სიჩქარე იქნება უკეთესი ამ სიტუაციაში აბესაძე მარტო იყო და ცოტა იჩქარა თითქოს მაგრამ ბურთი ჩვენია სპანდერაშვილი ქევხიშვილი ბურთი გვივარდება წინ ეს კარგი ეპიზოდია, როდესაც ააჩქარებს შეტევას, კარგი და სწრაფი ფაზები გაქვს და ესე ხაზის მოთამაშე, რომელიც მაღალ სისწრაფეში მოდის, ეძებს ინტერვალს და სწორედ იქ გადის, როცა დაცვა არ არის კარგად დალაგებული. ამ შემთხვევაში კი ქევხიშვილს საკმაოდ კარგად ედგა დაცვა წინ, აი ორმაგი ბოჭვა კეთდებოდა პირდაპირ ქევხიშვილზე, ასე რომ თვათ ეფექტური მომენტი არ იყო. ეს კი ჩვენი 20 წლამდელთან ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა. ბარბაქაძე იყო. კიდე იყვნენ რამოდენიმე ცნობადი სახელები. ტიკაშვილი რომელმაც ასევე ასაკობრივი ნაკრებები გამოიარა. თორცები ტრავმის გამო ვერ ითამაშა სამხრეთ აფრიკასთან ეს თამაშები. გავიდა ბურთი ალგასი მარჯვნივ ათამაშა შემდეგ უკვე მონტოე ფეხით გამოდის ბოლქვაძე ადგილზეა ხელით მოაქვს ეს ფულბექს ბურთზე ჩავიდნენ და ჯარიმის გარეშე წაიღეს საერთოდ უკანა ხაზი მოშიშვლებულია ახლა უნდა ვიჩქაროთ სპანდერაშვილზე იქნება ახლა ბევრი რამ დამოკიდებული მაგრამ მისმა ვიზავი მაჯობა დამიწება მე მგონი რომ არ იყო გადავრჩით ამ ეპიზოდში ბოლქვაძე ეს კი ზურა ამონაშვილი 20 წლამდელთა დაცვის მწვრთნელი, ხოლო 18 წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ამ ეპიზოდით მორჩა პირველი ტაიმი 15-ით 5 ანგარიში მაინც ფლობდა მცირე უპირატესობა სამხრეთ აფრიკა, მაგრამ ჩვენც ძალიან კარგი მომენტები. რეალურად ფაზური და ესეთი გააზრებული შეტევა ვერც სამხრეთ აფრიკის ნახეთ, ვერც ჩვენი იყო ბევრი წუნი ძიმე თამაში გამოვიდა პირველ ნახევარში, თუმცა ყველაფერი ემსახურება იმას, როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს, რომ გუნდები მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს. ნახოთ, წინ მეორე ტაიმი გველის, მეორე 40 წუთი მოისმენენ მწვრთნელებისგან დავალებებს მოთამაშეები და ნახოთ რა შეიცვლება როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს. სულ რაღაც 10-ოდე წუთი შევისვენებთ და დაგიბრუნდებით.
გიბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, საქართველოს 20 წლამდელთა ეროვნული ნაკრები უპირისპირდება სამხრეთ აფრიკელების 20 წლამდელთა ნაკრებს, ანუ Junior Springboks და ანგარიში პირველი ტაიმის მერე არის 15-ით 5, 3 ლელო, 1 ლელოს წინააღმდეგ. შეცვლა გვაქვს, ოღონდ არა მოედანზე, სამსაჯო ბრიგადაში მე მგონი. ხო, ცოტა ფეხი იტკინა პაპუნა ჭიქაბერიძემ ბოლო მომენტში სპანდერაშულმა, როდესაც დაიცვა ჩვენი ლელოს მოედანი და სავარაუდოდ უკანიშნიანზე გაუძღვება შეხვედრის დარჩენილ. მოუწია შეცვლა და მარიამ გოგოაძე გადავა კიდეზე, ნუ ნახოთ მეორე კიდეზე ვინ დაემატება. დაიწყო მატჩის მეორე ტაიმი, მიიღეს სამხრეთ აფრიკელებმა და დაგვიბრუნეს ფეხით ჩვენს ნახევარს გადავწდით. სპანდერაშვილი ბურთით. აწია მაღალი ბურთი, თუმცა შევა ეს ბურთი 22-ში. აქედან ფეხით იგერიებს მალგასი. აქედან გიორგი ბოლქვაძე ურტყავს მაღალ აბრაგანს, რომელიც მისწრებადი არ იყო, თუმცა შეცდომას უშვებენ. გაუცუდდა და ბევრი ვატარეთ. გილერმო მენტოე, რომელიც საკმაოდ კარგად ამოვიდა მარცხნივ, კარგი დაქნევა და კარგია რომ პასი არ გაუშვეს, თორემ მეტობაში იყვნენ აფრიკელები, ისევ და ისევ ცდილობენ იმ წერტილს დაუტრიალონ და ახლა მათი 9 ნომერი ჰაშიმ ფიდი გამოვა კიდევაც მაღალი დარტყმით, რომელიც გადავა კიდეზე პირდაპირ და დარტყმის ადგილას იქნება ჩვენი დერეფანი. კარგი შანსი მივიღეთ. მეტრიან ხაზზე. პირველ ტაიმს თუ მიმოვიხილავთ, უნდა ვთქვათ, რომ ძიმე ნახევარი გამოვიდა, იმედი მაქვს და გვაქვს, რომ ანდროდვალი ჩვენი კაპიტანი კარგად არის და უბრუნდა მოედანს. ძიმე ნახევარი გამოგვივიდა. შველი ძეები, ძმები შველი ძეები, რომელიც ნაკრებშიც გამოიძახეს და იმედი გვაქვს, რომ ითამაშებს თავის მეორე თამაშს. მოკლე გადაკიდება, მივადევნოთ თვალი. კარგი გადაცემა, მწყინვალე ეპიზოდი და ულამაზესი ლევო საქართველოს ნაკრების შესრულებით. ანდროდვალი კაპიტანი ლევოს ავტორი. ფანტასტიკური მომენტი იყო, რომელიც ლელოთი დავაგვირგვინეთ. იდეალურად შესრულებული ყველა დეტალი. საკმაოდ კარგი შეტევა იყო, რომელიც დამთავრდა კიდევაც ულამაზესი ლელოთი. ნოზაძე შეეცდება გარდასახოს. დარტყმა ზუსტია. განმეორებით ნოზაძე მოკლე გადაკიდება და ერთი შეხებით ხაინდრავა ნახულობს ანდროდვალს. თითოეული მოთამაშის წვლილი, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, იმიტომ რომ გადაკიდებას დაჭერა უნდა და იმ ბურთს და შემდეგ მიყოლა, რომელიც ანდროდვალმა შესანიშნავად შეასრულა, იქ გაჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო. ანგარიშის სხვაობა კი შემცირდა, თან საკმაოდ შემცირდა. ანგარიში ხდება 12-ით 15 აფრიკელების სასარგებლოდ. ბრწყინვალე ეპიზოდი. ვერ გამოვედით კომფორტულად ჩვენი 22-დან. ახლა სამხრეთ აფრიკის შეტევას მივადევნებთ თვალს. კვლავ წყვილში თამაშობენ დვალი და
ხაინდრავა ბოჭვაზე, შემდეგ აბესაძე ღლეტვაზე. ბრწყინვალეა. ჩვენი მომენტია ახლა. უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალურად. თან ზურგის ქარში ვთამაშობთ. გვიყვარს მომენტუმის დაჭერა, როგორც აღვნიშნეთ და იმედია გამოვიყენებთ, შეგვიძლია საკმაოდ ძლიერი დარტყმული არ გაგვიმართლა. ვერ გადავიტანეთ კიდეზე. მაგრამ ძალიან ცუდი დარტყმული ბოლქვაძე ძლიერი დარტყმულით რომელსაც წნეხში ჩავაგდეთ აფრიკელები, თუმცა ფრთაზე დავუტოვეთ სივრცე, გაგვიჭრა ხაზი, არ შეიძლება ამდენი ვატარო, დვალი წამოეწია, არ იყო მაღალი ბოჭვა, კონტრაკი. მე მგონი რომ ბლოკირება და უბრუნდებით უკან. საინტერესოა რა მოხდა ზუსტად, სავარაუდოდ ვიდეო მუთხრა, იმიტომ რომ ძალიან ხო მეც გამიკვირდა თითქოს კარგად ჩავხურეთ და იმხელა სივრცე დარჩა უცებ გარემარბს. რთულია ესე. აი აქ ჩაითვალა მაინც. მაგრამ იყო რეალურად ხელი შეუშალა ბოჭავს. როდესაც ესეთ ეპიზოდებს ვნახულობთ ხოლმე გამეორებაზე, სხვა რაკურსებიც გვაქვს და ეს არისო ბუნებრივი სარბენი ზოლი და არისო გადაცემის მიმღები. იმ შემთხვევაში წინ იყო ბურთიან მორაგბეზე და ამიტომ დაჯარიმდა სამხრეთ აფრიკელი ცენტრი. ნახოთ აბა ამ წერტილიდან როგორ შემოუტევთ. მძიმე დარტყმა მიიღო. უარწდები, ციკლაური არის შემოსული. არა, სპანდერაშვილი ადგილზეა, მაშინ ჩვენი გარემარბი გივისოსელია იყო. წავიდა, აბესაძე ამოგდება, ხაინდრავა იქვეა. კარგი მიყოლა. სწრაფი გადაყრა მარცხნივ. შიოშვილი წავიდა. შიაშვილიც კარგი იყო, მოიგო რამოდენიმე მეტრი, უბრალოდ სწრაფად არის ახლა შეტევის დაწყება საჭირო. სპანდერაშვილი რაკთან არის, გაუშვა ბურთი მარჯვნივ, კარგად შევარდა ნოზაძეც და ისევ სწრაფი ბურთი ბუბანოზაძე გამოტოვა ყველა და ყველაფერი, თუმცა ჯარიმის უპირატესობა გვიბრუნდება. ვიდეო რეფერი შემოდის საქმეში. უკანიშნიანიძე ახალგაზრდა არბიტრი. საინტერესოა რა ეპიზოდი მოწმდება. ხო, მაგრამ მე მგონი რომ სიმაღლე დაკარგული ქონდა. So first contact is in the shoulder, then it goes upward in the neck. So it's third time the full play. სწორია. No Mary. თუმცა მაინც ყვითელი ბარათით დაისჭება. აქ თავარი ის არის რომ სიმაღლეს არ კარგავდე კონტაქტამდე იმ დროის ისე სწრაფად რომ ბოჭავმა ეგ ვერ გაითვალისწინოს. თუ შენ უფრო ადრე კარგავს სიმაღლეს და ბოჭავი ამას არ ითვალისწინებს და აქ გასათვალისწინებელი რომ აქ სიმაღლეს დაკარგვა უბრალოდ თუ პირველი კონტაქტი იყო მხარზე, ყვითელი ბარათით მაინც რატო ისჭება? შემდეგ კისერზე თამაში იყო გასაგებია. ხო და შეიძლება ეს ჩათვალა თავარმა მსაჯმა სახიფათო ჯარიმად რომ შემდეგ თითქოს მომენტი იყო ცოტა ბრუტალური, მაგრამ ესე რომ ჩაეძიო შეიძლება ყვითელ ბარათსაც არ იმსახურებდა ამ შემთხვევაში აფრიკელი პირველ ხაზელი, საბოლოო ჯამში ფაქტი გვაქვს ის რომ კაცნაკული რჩება აფრიკა და ბურთით არის ბუბანოზაძე, რომელიც საკმაოდ კარგად გადადის კიდეზე.
ნახოთ. კარგი შანსი, საინტერესო კომბინაცია. სრულ ნახტომი და შემდეგ დაყენებული მოლი ბიძგი მივეცით. თავარია ბურთი ჩანდეს ახლა. დაგვიტრიალეს და დაგვიშალეს მოლი. სწრაფად უნდა გავიტანოთ, გავიდა ხაინდრავა. თავად წავიდა კონტაქტზე, დახვდნენ შებოჭეს. კიდევ ერთი სწრაფი რაკი შიოშვილი წავიდა. გეზავზეა დაგეშილი. კარგად წავიდა თან ძალიან წულუკიძე. შებოჭეს. შევატრიალეთ შეტევის ფლანგი. ამ დროს ჯობია მაქსიმალურად სწორად ვირბინოთ და მაღალ სიჩქარეში გაისროლა ქევხიშვილმა. თან ვინ? აფრიკელი კვაჭი. ქევხიშვილი ფიზიკურად ძლიერი ცენტრია. დვალი კარგია დვალი მესხიძე სპანდერაშვილი ბოლქვაძე და ჩანაფიქრი კარგი იყო, მაგრამ ვერ შევასრულეთ. ახლა დროულად უნდა ავიღოთ პოზიციები. არ უნდა მივცეთ ბევრი სარბენი გამოკრა ხაინდრავამ შეაჩერა. გადაგვარჩინა აქ ხაინდრავამ. ისეთი რაზგონი ქონდა აღებული, ისეთი გამორბენი ქონდა აღებული. აფრიკელ მოთამაშეს რთული იქნებოდა მისი შეჩერება. ნოზაძე შეცდომას უშვებს, თუმცა ბურთი ჩვენ მხარეს არის, კეშელავა გამოერკვა სიტუაციაში კარგად. ვინ არჩევნებთ ბურთს? სპანდერაშვილი მივიდა, ერთბაშად 3 მორაგბე არის ბურთის მისაღებად. დვალი იყო ძალიან კარგი, აკი გადაყრილი მომეჩვენა თითქოს. უკვე ბურთზე იყო ჩასული, როდესაც გადაყარეს და არ შეელია ამ დროს გუნდის კაპიტანი რაილი ნორტონი, რომელმაც ჩვენი დომინაცია ცოტათი შეაჩერა და მისცა შანსი თავის გუნდს შეტევის წამოწყების. შეტევას კი დაახლოებით 22-ის მისადგომებიდან დაიწყებენ სამხრეთ აფრიკელები დერეფანში მათი კვაჭი სიპოსეტუ მნებელელე შემოაგდებს. ხელაძე სიღრმეში მოაშორა სწორად ხელწერტილს, მაგრამ გვივარდება ბურთი. შეცვლები. ირაკლი უსუბიანი ემზადება. და ასევე 16 და 17 ნომრები ბაჩოშვილი შემოვა. ალიკა ბაჩოშვილი ვებხვების წარმომადგენელი კახური გუნდის ნოზაძე და ხელაძე დაისვენებენ. მაინც გამოვიდა ბურთი, აფრიკელებმა მოახერხეს. შევბოჭეთ, ხაინდრავა თითქოს ჩავიდა, მაგრამ გაგვაშვებინეს სწრაფი რაკი აქვს ძალიან სამხრეთ აფრიკას უკან ვიხევთ. კარგად უტევს ძალიან აფრიკა მარჯვნივ გამოიშალა მნებელელე, რომელიც კარგია კონტაქტის არეში, თუმცა ჩვენებიც ძალიან კარგად ხვდებიან დაცვაში. კარგი იყო აქ წაიკითხა ეპიზოდი, ვერ დავინახე ვინ იყო ჩვენი მხრიდან. შიოშვილი და სრულიად გამოასწორა, გამოისყიდა თავისი დანაშაული წინა შემთხვევაში. დავარდნილი ბურთის გამო. ძლიერი დარტყმული და ამოვედით დაახლოებით ცენტრალურ ხაზამდე, აქედან შეგვიძლია კარგი შეტევა წამოვიწყოთ. ბოლოკაძე აგდებული ბურთი, რომელსაც ვერ ვინარჩუნებთ და ბურთით რაილი ნორტონი, სამხრეთ აფრიკელების კაპიტანი
ნამდვილად გამორჩეულია აფრიკელი მეორე ხაზელი. კარგი ორმაგი ბოჭვა. უკან დავახევინეთ. უკან ერთი გადაცემა, მოჭრილი პასი. ბოლქვაძე მაგ ბოლომდე კარგად დაიცვა თავი ჩვენმა ნაკრებმა და გიორგი ბოლქვაძის ბოჭვაც ძალიან კარგი იყო. დაცვით ეპიზოდებში ბევრად უკეთ გამოიყურება ბოლქვაძე ვიდრე შეტევაში არ წაუვიდა. TMO is shaking. TMO is shaking. Check on me, please. TMO is shaking. So calm down, okay? He's checking. ირაკლი უსუბიანი აბესაძეზე აგდებული ბურთის. კარგი დერეფანი სპანდერაშვილს უკან უვარდება. უნდა გამოვერკვეთ რამენაირად ამ სიტუაციაში, მაგრამ მაგრად მოხვდა სპანდერაშვილს. ღია მუცელში. უნდა დაუბრუნდეთ თამაშს ახლა. სპანდერაშვილი ახლა კარგად გამოდის საკუთარი იდეალური დარტყმული. 50-22-ის წესი ამოქმედა, რადგან დარტყმა იყო ჩვენი ნახევრიდან შესრულებული. ახლა ცდილობს სამხრეთ აფრიკა უკვე ჩვენს წამოკიდებას, რადგან თამაშით არ გამოუვიდათ. სავარაუდოდ იქ სპანდერაშვილს უხეში ბოჭვა დაახვედრეს. რა თქმა უნდა, ცხანომე როდესაც ამდენი ხანი ბურთს ატარებს, მოინადირებს მეტოქის მესამე ხაზელი მას და ასეც მოხდა და მგონი ეს მომენტი იყო გამწვავებული ცოტა. ხო, ამას მოხდა შემდეგ. არ უნდა აუყვეთ ამ თამაში. დავით ციკლაური ყავს მარკაფაში სპანდერაშვილის შემცვლელად, რომელიც No, I'm not here to speak, to listen to you. I'm just giving you. Can you just check for the punch, please? They are checking. There was nothing. TMO confirmed there was nothing. Okay. Time on. კარგი და კონკრეტული მესიჯი გასცა. მაგრამ ისე იცოდეს მაყურებელმაც, გულშემატკივარმაც, მოთამაშემაც, რომ TMO თავისთავად უკვე ამოწმებს ყველა იმ დარღვევას, რაც მოედანზე ხდება ავტომატურ რეჟიმში, მათ აქვთ უკანა კადრი, წინა კადრი, ყველანაირად შეუძლიათ, რომ მიაგნონ დანაშაულს და ავტომატურ რეჟიმში მოწმდება. დავკარგეთ დერეფანი, ცოტა ამოგვაგდო აი ამ შეხლა შემოხლებმა სხვადასხვა ეპიზოდში სათამაშო რიტმიდან და არ უნდა აუყვეთ მაქსიმალურად, უნდა დავრჩეთ თამაში, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ ანდრო ხელაძეს. ანდრო დვალს ეს ძალიან კარგად გამოსდის. ეშელავა ძალიან დამაჯერებელი იყო. დაიტოვა ბურთი წნეხში, აირიდა პირველი დამცველი და შემდეგ უკვე რაკში გადაიტანა სუფთად თამაში, უსუბიანი, კარგი იყო ძალიან პირველ ხაზელი კონტაქტის არეში და ცოტათი იგვიანებს რაკიდან ბურთის გამოსვლა. სპანდერაშვილმა უნდა იჩქაროს აქედან ასეც ხდება მაღალი ძლიერი დარტყმული, ორი კაცი მიყვება აბესაძე. ცენტრისკენ წავიდა, არ გამოვიდა. კარგი დარტყმული, აქედან არ უნდა გამოვუშვათ ახლა, გაგვექცა მაინც სამხრეთ აფრიკელი გარემარბის შიგნითაც ყავს მიმყოლი და აი რაც ყველაზე კარგად გამოსდით, ერთი შანსი მიიღეს მთელს საწყის მეორე ნახევრის საწყის 16 წუთში და გამოიყენეს. რაც არ უნდა ვთქვათ, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ უკეთესი ათლეტები არიან. ეს რაც დაფუძნებულია ელემენტარულ ფიზკულტურაზე, ხტომის, აჩქარება, ამაში შეიძლება შეგეწინააღმდეგო კიდეც ათლეტებზე მეტად ალბათ უფრო არა, მაგაში ვერ შემეს. მათი ეს განვითარების ხაზი
ანუ აქ თუ დაინახე ახლა რა მოხდა, ერთმა კაცმა დააჯაბნა რამოდენიმე მოწინააღმდეგეს სწორედ სისტრაფის ხარჯზე. კონტრშეტევის დამოღების არა, იქ სისტრაფის ხარჯზე დაჯაბნეს, განმეორებითაც გამოჩნდება აქტი ცალსახად. ამაში აქვთ უპირატესობა, დიდ გუნდშიც სწორედ ამით აქვთ უპირატესობა, ორი ფრთა ყავთ ისეთი, რომ ახლოსაც ვერ მიგიხარ სისტრაფეებით მათთან. ამას უპირისპირებ სწორ დაცვას და აქ არასწორმა დაცვამ შექმნა ეს მომენტი. ფიზიკურად ვერ ეწევი, აი ქევხიშვილს იქ ქონდა იმის შესაძლებლობა. უბრალოდ იმ ხელა განსხვავება ჩვენს 13 ნომრის სისტრაფესა და მათი გარემარბი. ეს ცენტრია, ეს გარემარბი. ხო, მაგრამ ბევრი ცენტრია და ჯესი კრილი. ჯესი კრილი ეგეთი სტრაფია? კი, საკმაოდ. აქ შეცდომას მივაბით. თუმცა არაფერი საგანგაშო არ არის ეს, რა თქმა უნდა, ანგარიში 12-22-ია, ერთ-ერთი წამყვანი, ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ქვეყანაა რაგბიში სამხრეთ აფრიკა. ძალიან ბევრი მორაგბე ყავთ, კარგი სელექცია აქვთ და საკმაოდ დრო არის შეხვედრის გადასარჩენადაც. სავარაუდოდ სპანდერას სამწუხაროა სპანდერაშვილი, რომ მან კოჭი იტკინა წინა შეკრებებზეც. მაგრამ საბედნიეროდ სოფლიო ჩემპიონატი ზაფხულში გვაქვს და იქამდე მოასწრებს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა 9 ნომერი გამოჯამთელებას. Okay, don't go early. Give you the space. No, stand up, okay? სამხრეთ აფრიკელთა სამწვრთნელო შტაბი იდეალურ პოზიციაში აქვს აფრიკელებს ახლა შერკინება მოედანი გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად და შეუძლიათ როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს შეუტიონ. ვნახოთ. მოგვაწვა სამხრეთ აფრიკა, ბურთი გამოსულია, ჯარიმის უპირატესობაც აქვს და დაუჯარიმდით. Number 3 inside. Inside. მესხიძე დააჯარიმა. თუ შემოსულია ძაგანია უკვე დავინახე. აქ დავჯარიმდით. ცალსახად ჯარიმა იყო, რომელიც გაგზავნეს კიდეზე, ავუხტით მოვუგეთ. შესანიშნავი ბურთი მოვიგეთ, ეს ბურთი ნამდვილად გჭირდებოდა კიდევაც, ვნახოთ ციკლაური. როგორ ავაწყობთ ახლა აქედან გამოსვლის ციკლაური. გაგზავნა ბურთი კიდეზე პირდაპირ. შვენივრად დაარტყა ახალგაზრდა 9 ნომერმა. ბურთი გადავედით უკვე კიდეზე. ცენტრიდან იქნება მეტოქის დერეფანი. ჯერჯერობით არ ჩქარობენ ცვლილებების გაკეთებას სტუმრები. აქაც შევუშალეთ ხელი, თუმცა ვერ მოვახერხეთ ბურთის აღება. კიდევ ერთხელ სისხარტით შემოვიდა კონტაქტში. კარგად იყო თითქოს ბურთზე ჩასული, თუმცა ამ დროს აფრიკელმა კარგად გაასუფთავა მარჯვნივ. ასე მეტობა შეგვიქმნეს უკანა ზონად. მოშიშვლებული გვაქვს, ბურთი კეშელავას აქვს, უნდა დავეხმაროთ ახლა ბურთის გადასარჩენად რაგში. საკმაოდ სტრესში ვარ, წნეხში ვართ. ჩვენს 5 მეტრიანში იქვე მიძალება შედარებით უკეთესი პოზიციაა 9 ნომრისთვის, რომ უფრო შორს გამოიტანოს ბურთი, მაგრამ
ნახოთ რამდენად კარგად გამოუვა ეს ყველაფერი. კიდეზე ვერ გადავედით კონტრშეტევის შანსი სამხრეთ აფრიკას დაუხდით. მაგარი ბოჭვით. სამკაცში შევიდა პირდაპირ. გილერმო მენტოე ისევ აფრიკელები მარცხნივ გრძელ ფრთაზე გაიშალა, შესანიშნავად გაათამაშეს. დავთმობთ ახლა მოედანს, თავარია შევაჩეროთ 1-1-ზე. ნუ ცოტა წინ თამაში მომეჩვენა, მაგრამ იმდენად კარგი კომბინაცია იყო, იმდენად კარგად გაითამაშეს სამხრეთ აფრიკელებმა, რომ ეკუთვნოდათ ნამდვილად ესეთი ლამაზი ლელო. ერთი შეცნობა დაცვაში და უმალვე შესაძლოა წინ თამაში იყო. კი იყო ჩანდა ვიდეოზე რომ გაამეორონ აუცილებლად დააფიქსირებენ კიდევაც. შეიცვალა პირველი ხაზი სამხრეთ აფრიკაში. რანონ ფოუ, HB ოდენდალი და ტებოგო ნკოსი. დაარტყმა ვნახოთ, არაზუსტია. ფრთა და 9 ნომერით სიცვლებიან, აი ვნახოთ აბა განმეორებით. ეს ეპიზოდი აი ხო, აქ ცოტა წინ თამაში იყო. აი აქაც წინ თამაში იყო, მაგრამ დივან ფულერი გახდა მაინც ლელოს ავტორი. ეს კი ჩვენი მარკაფა, რომელიც ემზადება მოედანზე შემოსასვლელად. ბუბან ოზაძე მაღალი დარტყმა. დაუშვა შეცნობა სამხრეთ აფრიკამ. შანსი ახლა უკვე საქართველოს 20 წლამდე ნაკრებს. 20 ნომრით კი მოედანზე ნიალი შემოდის. რომელიც ცვლის სავარაუდოდ B ელას. ეს კი ჯაში ბუბანოზაძე შეცვალა. არმიის აღზრდილმა შეცვალა ბათუმის აღზრდილი ბუბანოზაძე. დადგა შერკინება. გავიდა 8 ნომრის ფეხში. ხაინდრავა ფეხით შეაცურა კევხიშვილი თუ დაეწევა ამბურთს, მაგრამ ძლიერი გამოვიდა ოდნავ. ჩანაფიქრი საკმაოდ კარგი იყო. სესიაშვილიც დავინახე. ძალიან კარგი სავარაუდოდ. ხაინდრავაც მოედანზეა, ხო? ფრთაზე შემოვიდა სესიაშვილი. კენა შეაცურა ხო? სხვა აქ ოდნავ რბილი შეცვლება რომ ყოფილიყო, ყველაფერი იდეალურად იყო, იმიტომ რომ ისეთ სივრცეში იყო შესრულებული, სადაც არავინ არ იყო და უბრალოდ ძალა იყო აქ მთავარი პრობლემა ტექნიკურად. ეს დანახული სივრცე იდეალურია არბიტრმა. აქ მე მგონი ბოჭვაში უნდა იყოს და არა ხელის ჩარტყმა, მაგრამ ჯარიმა. დაინდო ახლა მსაჯმა ჩვენი მორაგბე, იმიტომ რომ ხელის ჩარტყმა და იქ უდიდესი უპირატესობა იქნებოდა უკვე აფრიკელ უკანახაზელებს კი. ეს კი ახლა შემოსული ფოუ აი გამეორებით ნახოთ. ბურთი ჩვენია. ერთი დაარტყმა და შეიძლება მოკლე ფრთაზე ფიქრი, მაგრამ არა. დააგრძელეს რაკი ციკლაურის დარტყმული
რომელსაც მიყვება აბესაძე. კარგი ბოჭა ძალიან. ტაიმინგი. ვალი ისე მხარს იტყიებს მე მგონი. შეტანილია უნდა დარჩეს მოედანში ეს ბურთი. სოსელია. სოსელიამ გაამწვავა, მივიდნენ ჩვენები 10 მეტრიან წვეტილ ხაზთან, ეს კი ცუნი. მარტივი შეცდომა ძალიან. თამაშის დასრულებამდე კი დაახლოებით რჩება 12-13 წუთი. ძალიან მარტივ ეპიზოდში დაუთმეთ ბურთი. ტოვებს მოედანს გუნდის კაპიტანი ნორტონი. ის ნაცვლად თეირონი ამოვა. ეგრეა ჩემთან 11 ნახევარი. ეკრანზე როგორ აგელ? ვინ არის 15 ნომრად გადასული? მე მგონი გივი სოსელია უნდა იყოს. ხვამლის მორაგბე. ჩვენი ეროვნული ნაკრების მორაგბეებიც ესწრებიან შეხვედრას. ამასობაში მარგველაშვილი შემოსულა. საკმაოდ ბევრი გულშემატკივარია დღეს ლელო არენაზე მოსული, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. უკანიშნიანზე კარგად უძღვება თამაშს, უნდა ითქვას. რთულია მაინც მეორე ნახევარში ჩართვა თამაში. ახალგაზრდა არბიტრისთვის მით უმეტეს ვერ მოიგეს პირველ ცდაზე, შემდეგ უკვე მოახერხეს კვლავ მარცხნივ ათამაშებენ. ხაინდრავას ჩაუვარდა ხელებში. მარჯვნივ შემოატრიალეს აფრიკელებმა შეტევის მიმართულება, თუმცა გვაქვს საშუალება კონჩეტევით უპასუხოთ. რამესაც ერთულ სიტუაციაშია გამოძვრა, ფეხი დაუწდა. მიწაზე თამაში. ჩავარდა. და ვინ არის დაშავებული? აბესაძე. მძიმე შეხვედრა გამოვიდა მაინც. არა, ქევხიშვილი. უკან არსია გამოჩნდა. ქუთაისის აიას აღზრდილი, რომელიც შემოვიდა მოედანზე, მოედნიდან გავიდა ბარამიამ. მწყობში აბესაძე და ეხლა მთელი ყურადღება გიორგი ჯაშისკენ, რომელიც საკმაოდ კარგად გადადის მეტოქის ნახევარზე და დერეფნიდან შეუტევთ ახლა მეტოქის ლელოს მოედანს. ანგარიში როგორც ხედავთ არის 27-12 და თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 8-10 წუთი. ნახოთ, აი ახლა გვჭირდება კარგი შეტევა, თუმცა დავკარგეთ დერეფანში ბურთი, დროულად უნდა ავწიოთ ხაზი, გადავეწყოთ დაცვაზე. ქევხიშვილი ბოჭავს. რაკში
არ ყავს საერთოდ კაც ჩართული კარგია ეს და ორმაგი ბოჭვა შევასკდით სამხრეთ აფრიკელებს. Advantage offside. დამეშკარის უპირატესობა კიდევ ერთხელ დავჯარიმ. თუმცა კარგად ვიცავთ ძალიან თავს მარჯვენა მხარეს არ ვაძლევთ აფრიკელებს ხაზის გაჭრის საშუალებას. აი ახლა სიღრმეების გამოყენება დაიწყეს, თუმცა კარგად ავწიეთ ხაზი აქაც და ჯარიმის უპირატესობა უბრუნდებათ აფრიკელებს. სწრაფად გაათამაშებს რა თქმა უნდა უკან მივეცით სარბენი. მე მგონი გქონდა 10 მეტრი ჩვენს დაცული და აქ ჯარიმაზე манипуляცია არ ხელა იციან. სივრცე არ უნდა დავტოვოთ აქ. ქევხიშულმა შებოჭა მეტოქე. თუმცა გაასუფთავეს რაკი აფრიკელებმა სიღრმეებს იყენებენ. კარგად ამოწია ხაინდრავამ შეუზღუდა შეტევის განვითარებისთვის სივრცე სამხრეთ აფრიკას. სესიაშვილი ბურთზე პირველია. Knock all right. ცოტა არ იყოს თამაშის ბოლოს მოგვახვია სამხრეთ აფრიკა მაინც თავისი სათამაშო სტილი და ბურთს სწორედ ისინი ფლობენ. თუმცა კარგი დაცვით არ ვაძლევთ საშუალებას ხაზის გაჭრის და თამაში ვართ მაქსიმალურად. გელა შენ დროს მივყვეთ რა და მითხარი რა დრო როგორ იქნება. ირაკლი უსუბიანი. ეჩაი. მარიამ შეცვალ შემოვიდეს რა თერთრებს. JT კაპანკი გამოვიდა მოედანზე. შეცვალა მან დომინიკ მალგასი. პირველ თამაში 10 ნომერი რომელიც დააყენა სამხრეთ აფრიკამ ის დღევანდელ თამაშში არ თამაშობს. Time on. Let her out please. Scrum green. 8 minutes. როგორც ჩანს დაზიანდა ირაკლი უსუბიანი და გიორგი ძაგანია და მათ მაგივრად დაბრუნდნენ შოთა ხელაძე და გიორგი მესხიძე. We are both sides going too early, okay? Hold. ნიკოლოზ ამაშუკელსაც გვაჩვენებენ ახლო კადრით. Crouch! Bind! Hold! Sit! დავუდექით სამხრეთ აფრიკას მოგვაწვა ბურთი გამოსულია ჯარიმა არ იქნება წყობრი დაცვა მაღალი აწეული ფეხით თამაშგარეს გავს ვერა იყო კეშელავა Knock on green! Scrum right! ჩვენი შერკინება თამაშის დამთავრებამდე დაახლოებით 6-5 წუთი. კარგი იქნება თუ კიდევ ერთ ლელოს გავიტანთ. Yeah, but you don't get the domination. That's why I ask you to use the ball, okay? Stay. Go. Let's go, guys. Crouch! ადრე მიწოვა გაათამაშა დვალმა თავად გადაწყვიტა შეტევა სწორადაც მოიქცა მონახა ხაინდრავა აისხლიტა ერთი ბოჭავი შევიდა კონტაქტში მარჯვნივ კარგად მიდიან ჩვენები კარგი შეცურება მაგრამ გავატარეთ და წამსესიაშვილი ასრულებს რთულ ბოჭვას ძალიან
სიღრმეებში გადაწოდებული პასი ახლა შეეცდება სამხრეთ აფრიკა ცოტათი გაშალოს თამაში და სივრცეები გამოიყენოს, თუმცა ახლა შორი ფეხისთვის ემზადება კაპანკი. ჩაგვიგდო კიდევ ერთხელ, იქნებ გადავიდეს საერთოდ, მოკვდა და შეხება ხო იყო. შეგეხო და გადა. Okay. Okay. Captain, it was in the try zone, so we'll play with the 22 mark, okay? But it touched him and it went It over touched the in the deadlock. try zone, so it will be 22. მართალია. It touched on the leg in the try zone. It will be 22. მადლობა გელადაზღვის. ხო, ამას თავად ცენტრალურ საჯვერ დაინახავდა რა ზონიდან გადავიდა ბურთი. მაგრამ ცალსახად გამოსასწორებელი არის უკანა ხაზში თამაში. სოსელია გადაწყვიტა შეტევა და კარგადაც წამოიღო ბურთი. სწრაფი რაქი. ამოვიდა 10 მეტრიან წყვეთილ ხაზთან. მოჭრილი გადაცემა კეშელავა. გადაკიდება ფეხით. ჩვენ მხარეს ახტა და იქ არის ბოჭვაზე, აბესაძე კუნთი დაიჭიმა. კარგად მოდიან აფრიკელები 22-თან რაქი დააყენეს და ახლა შეეცდებიან განმუხტონ სახიფათო მომენტი, დარტყმული არც თუ ისე კარგია, თუმცა ახურვამ შესანიშნავად იმუშავა ამ სიტუაციაში. თამაშა ჯაშმა წამების აუცილებელი წამები მოიგო ბურთის გაშვებით და შემდეგ ამაშით ხაინდრავა კარგია. ახალგაზრდა 12 ნომერი გასუფთავდა რაქი. ციკლაური ახლა შეეცდება მაღალი დარტყმით გამოვიდეს საკუთარი ნახევრიდან, ამ ყველაფერს აკეთებს კეშელოვასგან წავიდა მე მგონი წინ. უნდა გაგვეპაროს კიდევ ერთი კონშეტევა. მარგველაშვილი ფეხით დააბრუნებს სამხრეთ აფრიკა. თუ პირდაპირ კიდეზე გადავიდა, შეტანილი ქონდა. კი, რა თქმა უნდა შეტანილი იყო და დარტყმის ადგილას იქნება ჩვენი დერეფანი. იქნებ მოუახერხოთ ტაიმის მიწურულს. გემრიელი მოლით. ან ნახეთ რომ არც ხაზით ვიჭერს თამაში. Time off. Medics, time off. Time is off. ფიზიკური დომინაცია კარგი იქნება ახლა მატჩის მიწურულს. გელასთან დრო რა, გელო time იმაზე. თუ მოახერხეთ. Let's go guys. White, let's go. Time on. 2 minutes to play. No numbers. Gelo, დრო რო გავამითხარი, guys. ჩავხლართ ეს კომბინაცია, მოვიგეთ, მაგრამ ვერა ორი ხელით საბოლოოდ დავკარგეთ ბურთი. ძლიერი დარტყმული შორს. და ამოვიდნენ კიდევაც ცენტრსაც გადმოწდნენ საკმაოდ კარგი დარტყმული კაპანკის. Guys, numbers. Play it back, okay? გელას დროზე ვართ რა, ტურიკ. მარტივად გავითამაშეთ პირველ კაცზე. ალიკა ბაჩოშვილი იყო. ნოზაძის მიზალება საკმაოდ კარგია. Time is over. დრო გავიდა. No. ხელაძეს ჩაუვარდა. დაუკარგეთ ბურთი. შემოგვიტევ სამხრეთ აფრიკა.
დრო გასულია. არ ასრულებს არც სამხრეთ აფრიკა. მაგრამ თუ ბურთს არ ავიღებთ, ნუ ფაქტი ის არის, რომ უკანა ხაზში ძალიან ბევრი ბურთი დაგვივარდა რაღაცეებზე, დარტყმულებზე ვერ ავიღეთ კარგად მოედანი, დიდი დრო დავხარჯეთ ბურთის დაუფლებაში და ეს უკანა ხაზელების თამაში ნამდვილად გამოსასწორებელია. ერთ-ერთი აი ასეთი გამოკვეთილი პრობლემა რაც იყო უკანა ხაზში ბურთს სტაბილურად კარგავდით. კარგავდით არა, უბრალოდ ვერ ვიღებდით პირველ ცდაზე ბურთს, მუდმივად გვიწევდა ასხლეტის აღება, რაც რა თქმა უნდა დროს გვაკარგინებს. რისკავთ, რა თქმა უნდა, აქ აღარაფრის რართული ბურთი დაიმორჩილა და გადავუარეთ ლამის ჩვენს. ხო, ნუ აქ ერთი ესეთი დაუწერელი წესია, როდესაც ახლოს ხარ დაზიანებულ მოთამაშესთან, რომელსაც ექიმი მკურნალობს და მიუახლოვდება თამაში, იქ უნდა შეწყდეს. მე მგონი ჰაერს თამაშის ეპიზოდი მოწმდება. No, okay, after. That's აქ. ძალიან ცუდად დაეცა, მაგრამ ხო, ნუ აბესაძე არ ვერც მოусმინოთ და მე ჩვენი აზრი ვთქვათ. ერთხელ შენელ აი მაკადიდან შენელ ბუსშო გამიშვაროთ შეგიძლია. აი 6 ნომერს დაკარგული აქვს პოზიცია. იმ ზონაში არის სადაც ბურთზე თამაშობს, ან უნდა ითამაშოს, ან უნდა გაეცალოს მაგ ზონას რა. შესაბამისად პასუხისგებლობა მასზე არის. დაცემის წერტილი გვაქვს. დაცემის წერტილზე მინდა შენელება რა. კისრით ეცემა რა. ჩემთვის უხეშობა არის სტილ შემავსუბუქებელ გარემოებაზე უხეშობა არის დაკარგული აქვს პოზიცია ხო ნუ ეხა თავარი მსაჯი ეძებს Okay, we have clear foul play. He is in the zone of playing on the ball. He lost his control, so he doesn't have the clear picture. So for me, it's a foul play, and because of that he doesn't have the clear picture, it will be yellow card. Agree? Agree. Okay, no Mary? Number 6. Okay, captains and number 6, please. Captain. So, Green is playing in the air. You lost your position. You don't have a clear picture. It's a foul play because he's. That will be the yellow card for me. Yeah, it will be yellow card. Okay. Not dangerous landing. We're going back. We're going back on the penalty. No, it's not a scrum. It was the white ball, so we're going on your penalty. აბესაძე გაასიბინეს ყვითელი ბარათით, მსაჯის ახსნა იყო ის, რომ სახიფათო აბესაძე იმყოფებოდა ისეთ წერტილში, საიდანაც ბურთზე თამაშის პოზიცია დაკარგული ქონდა, არც გაეცალა იმ პოზიციას და ხელი შეუშალა აფრიკელს, რომელიც ჰაერში იყო. ბურთზე სათამაშოდ, აი ეს იყო ახსნა მთავარი მსაჯის. საიდან უნდა წამოიღო? დასრულდა ამით ორ რაუნდიანი დაპირისპირება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 20 წლამდე ნაკრებებს შორის. თავარი რა თქმა უნდა ამ ორი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ მაქსიმალურად მომზადებულიყავით, მაქსიმალურად გვენახა თუ სად გვაქვს პრობლემა, სად უნდა ვიმუშაოთ გაუმჯობესებაზე, რა დეტალები გვაქვს დასახვეწი. დარწმუნებული ვარ, რომ სწორად და კარგად დაინახეს ეს ყველაფერი
ჩვენ სამწვრთნელო შტაბში. 12-27 რეალური სურათი ჩემი აზრით, პირადი აზრით მაინც სხვა იყო მოედანზე, ეს ანგარიში არ ასახავს იმ რეალობას, რაც გქონდა, თუმცა უფრო უკეთ გამოიყენეს აფრიკელებმა მომენტები, თორე მომენტების ნაკლებობა არ ჩავარდნა კარგ სვლაზე, როდესაც ვიყავით, იმ ერთმა ლელომ ჩააქრო, ასე ვთქვათ, ჩვენი მუხტი. კარგი, ჩვენ ამით უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობა, ვინც ჩვენთან ერთად იყავით დილის 10 საათიდან. ხვალ ისევ დაგიბრუნდებით სუპერ რაგბის ძალიან საინტერესო თამაშებით, ასევე დილის 10 საათიდან შეგიძლიათ რაგბი ტივის ჩაუჯდეთ.